7 პლანეტის წარმომადგენლების გზავნილი 12 დეკემბერი 2015 წელი. უცხო პლანეტელების შესახებ გაგრძელება. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო. ის თურის შესახებად მოგიყევით გუშინ არ არის საიდუმლო მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის. იმათ დიდი ხანია რაც ამის შესახებ იციან, თუმცა დუმან რათა არ დათესონ პანიკა ადამიანებს შორის. ჩვენ თვლით ამას არასწორად გადაანაც ეს შემთხვევები ხშირდება და საჭიროა საკუთარი მოსახლეობის არასასურველი უცხო პლანეტური შემოჭრისგან თავდაცვა. თუმცა ყველაზე კარგი იქნებოდა რომ კონტაქტით აგემყარებინათ კოსმოსიდან მოსულ სტუმრებთან, რათა პირდაპირ ეკონტაქტოთ მათ და იცოდეთ მათი გეგმების და განსხვავების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალე ასეთი პერიოდი დადგება, რადგან უცხო პლანეტელთან კონტაქტი უკვე მასობრივ ხასიათს იძენს. სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოთ მეგობრული ცივილიზაციებისა და არც თუ ისე მეგობრულების განსხვავება, როგორებიც არიან მაგალითად ალფა კენტავრის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ გსურს დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ დედამიწას ახლა განსაკუთრებით აკონტროლებს და იცავს სამყაროს ყველაზე ციური ძალა და უცხო პლანეტური ცივილიზაციები, რომლებიც ცხოვრობენ მეხუთე და ზედა განზომილებებში, რომლებიც ამოქმედა შემოქმედმა და რომლებიც დღე და ღამე შრომობენ მის გადასარჩენად. ეს ხდება იმიტომ, რომ ამაღლების დიდი ექსპერიმენტი დასასრულს უახლოვდება. თქვენთვის ყველაზე სახიფათო და გაიზვერა ცივილიზაცია დრაკონების, რომელიც განადგურდა და მისი ყველა წარმომადგენელი დედამიწაზე ახლა დაბნეულია, რადგანაც დარჩნენ განიარაღებულები და თავმოჭრილები. ისინი დარჩნენ თავიანთი ბატონების ხელმძღვანელობის გარეშე, რომლებიც მართავდნენ მათ ამდენი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ბევრი გზავნილი მოდის დედამიწაზე სირიუსიანელების, პლეიადიანელების, ანდრომედიანელების მხრიდან. ისინი თქვენთან ყველაზე ახლობელი ცივილიზაციები არიან, რომლებმაც გაიარეს თქვენი მსგავსი გზა და აქვს თქვენთან გასაზიარებელი გამოცდილება. ჩვენ ასევე ვცდილობთ შემოვიტანოთ ჩვენი წვლილი თქვენი ახალი ცხოვრების აშენებაში და გამოვალთ თქვენთან კავშირზე ყოველ ჯერზე, როდესაც რეალურად გვექნება რაიმე სათქმე. 7 პლანეტის წარმომადგენლები, რომლებსაც გულისფერად უყვარხართ, საუბრობდნენ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.